როცა გიზახიან რომ თითქოს საჭაპანო თუ რაღაცის უნდა გამოიტანონ, ახლა საჭაპანო იმითი და რა პერიოდი ახლა დღეს და როგორ უნდა გამოიტანონ, ეს უკვე მეორე საკითხია. ახლა კიდევ ერთი 10 დღე და ჩან რა გარანტია იმის რომ ერთ კვირაში მთლიანად არ შეიკეტება ის ხე და ჩერას ხლა მოსახლეობას პრაქტიკულად ისა რა ქვია სასაშე შეძენილი არ აქვს. მოსახლეობა მთლიანად ისეა დარჩენილი. ეს არის დიდი პრობლემა რა თქმა უნდა სოფლისთვის. თქვენც არ აქვს ხო ოჯახში არა ვერ მივდივარ თან წმები რომ გაშე მე 10 დღე ვერ წავა მანქანა ძნელია მისადგომი ადგილები ესეთი ადგილზე საერთოდ არა მანქანა ვერ მივა ესეთი ადგილზე აქვენ გამოყოფილი ეკაფილი მოძიებაზე შეუშვა ხალხი გამოყონ თვითონ შეიძლება ტყე ყველგან არ შეიძლება სამის მოჭრა ხომ სხვაგანი ის გამოყონ ისყე ცალი გაზიფიკაცია არა სამეგრელოს თითქმის 20% არა გაზიფიკაცია და ხომ უნდა მას ყოლოს Şiliya zogierze Şiliya zogierze. არა, ეს არის შესავალი აქ, ეგ რაწერია რომ აქით არის მინიშნულებაც აქ ეგ ხო ხედავ, ვის არის? ანუ ეს არის ტერიტორია ხო სადაც მოჭერით თქვენ ხელი. აქ დაიწყო ეგ კვარტალი რაღაცა ის საბიცი ხალხა. ბანკიდან ავიღე საბუთი ოვედი ტყე დანომრილი იყო მოსაჭრელი ეს ვიცოდი მაგრამ კვარტალი შეწერა 74 მაგრამ ეს კვარტალი 74-ია თუ 20-ია ეს არ ვიცი მე ხერგილში სველი ვინს ამას გამოაწერდა ის ვერ დახვდა და წამოვედი აქით და დანომრილი მაქვს მოჭრილი გარემოს დაცვა თუ რაღაცა და ის მოვიდა და ვერ გამიშვეს და მე პირდაპირ დაწერა ესო ეს ხეო შენო უკანონოდ გადმოიტანეო და ტრანსპორტირების იქნებაო 1000 ლარიო და პლუს მე ის აგემატებაო ხეთქის ხო 500 იქნება თუ 600 ჯერ არ ვიცი ხო და მე ხეკავიდან მოვდივარ როგორც იყო მაგ დაწერილი ყველაფერი უბრალოდ არ იყო რეინჯერი მაგ დროს იმას ვითხოვთ რომ ეს უკანონოდ არის და რადო უნდა გამოგვიწერონ ჯარიმი ჩვენ რა შუაში ვარ ისა რა ლიცენზიანტის ფართობია და ლიცენზიანტის აკონტროლებს გარკვეულწილად იმას. ხეთქა ამოწმენ რომ საბუთი აქვს თუ არა.